გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. ეთერშია მორიგი გადაცემა ჩინური პანორამა და მე მისი წამყვანი სინძიანის უნივერსიტეტის ექსპერტ კონსულტანტი პროფესორი ბადრი ნაჭყებია. მოგესალმებით თქვენ. ალბათ გადაცემის დასაწყისში მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენი გადაცემა დღეს ჩვენ დავიწყეთ ვიდეო კლიპიდან, რომელიც გადაღებული იყო დიდ კონფერენციაზე, რომელიც შედგა ქალაქ შანხაიში და ქალაქ ნანჩანგში. ეს იყო მსოფლიო სინოლოგთა და სხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული ძალიან დიდი კონფერენცია, სადაც მონაწილეობდნენ 2500-მდე სხვადასხვა მკვლევარი, ნობელის ლაურეატი, ექსპერტი და ასე შემდეგ და რაც თავარია პირველად ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა მეგობარმა, თქვენ მას კარგად იცნობთ, ის არაერთხელ ყოფილა ჩვენ გადაცემაში ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის პრეზიდენტმა ბატონმა შალვა ჩიხლაძემ. სხვათა შორის ძალიან გამეხარდა ბატონ შალვა, რომ კლიპშიც თქვენ ეს ცენტრალური კლიპი რო იყო, ერთ-ერთი სერიოზული პოზიცია თქვენს გიკავიათ და მე მგონი ამას გარკვეულწილად დატვირთვაც ექნებოდა ჩინეთში რაც კეთდება, შემთხვევით არ კეთდება და უპირველეს ყოვლისა გილოცავთ უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ერთადერთი პიროვნება ბრძანდებით, ვინც მიიღო საქართველოსდან ამ ღონისძიებაში წელს მონაწილეობა. ეს ძალიან კაია და კიდევ ერთხელ აძლიერებს სინოლოგიის პოზიციას საქართველოში და მის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის მიმართ. მე ასევე ვიცი, რომ თქვენ გქონდათ ძალიან საინტერესო გამოსვლა ამ კუთხით, მაგრამ თქვენის ნებართვით სანამ ამას დავიწყებდით, მე მინდა მიმართო ბატონო შალვა იმ ჩვენ მაყურებელს, რომელიც გვირეკავს, ჩვენთან არის სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ხშირად ყოველას ვერ ვპასუხობთ, ბევრზე რეაქციას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ მე რამოდენიმე ჩვენი მაყურებელი მინდა გამოვყო, დაუშვათ დავით კბილაშვილი, რომელიც ძალიან აქტიურად მონაწილეობს ჩვენ საქმიანობაში და აქტიურად გვიჭერს სხვას, პეტრე ჩიქვინიძე, ბატონი აი ნაჭყებიაც არის, ბატონი მურმან ნაჭყებიაც რასაკვირველია. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოგვარეებიც გვიყურებენ ჩვენ და მე ვთქვი, რომ ერთ გადაცემას ჩვენ აუცილებლად მივუძღვნით მარტო მაყურებელს, ჩვენ ვიმუშავებთ აი ამ ვიდეო რეჟიმში, როცა შემოუშვებთ ზარებს და ასე შემდეგ. დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ საკითხს, კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ დღეს პატივი დაგვდოდა ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი შალვა ჩიხლაძე ჩვენი სტუმარია და აი ზემოთ ხსენებულ კონფერენციაზე ალბათ საინტერესო ინფორმაციას მოგცემს. მოდით ჯერ დავიწყოთ ბატონო შალვა იმით, რომ ამ კონფერენციის ისტორიაზე თუ შეიძლება რამოდენიმე სიტყვა რო გითხრათ. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს, რაღაც ტრადიციად გვექცა პერიოდულად სხვადასხვა თემატიკის განხილვა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს გადაცემა, ფაქტობრივად რა შეიძლება ითქვას, ხო პირდაპირ ეს გადაცემა არის ერთადერთი თემატური გადაცემა ქართულ სატელევიზიო სივრცეში ჩინეთის შესახებ, შესაბამისად ხშირად ვაშუქებთ ამა თუ იმ მიმართულებას. რაც შეეხება უშუალოდ ამ კონფერენციის ისტორიას, ეს კონფერენცია უკვე ტარდება მრავალი წელია და წელს ჩვენი ცოტა კორექცია შევიტა, რომ ჩვენი ორგანიზაცია იყო წელს პირველად წარმოდგენილი, თუმცა ჩემი ინფორმაციით წინა წლებში ჩვენი ვთქვათ უფროსი თაობის ჩემი კოლეგები, მათ შორის ჩემი ყოფილი ლექტორი თავისუფალი უნივერსიტეტიდან ქალბატონი მარინე ჯიბლაძე, როგორც ვიცი, ესწრებოდა ხოლმე ამ ღონისძიებას, თუმცა შესაბამისად საქართველოს პირველად არ არის, თუმცა ჩვენი ასოციაცია წელს იყო პირველად წარმოდგენილი. ეს ღონისძიება არის შეიძლება ითქვას მულტიდისციპლინარული, რომელიც ტარდება წელიწადში ერთხელ
სახელი და ამის ორგანიზატორები არიან ჩინეთის წამყვანი სასწავლო უნივერსიტეტები და ასე ვთქვათ საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტი, ფუტანის უნივერსიტეტი, ჩინეთის სოციალურ-მეცნიერებათა აკადემია, ჟერმინუს უნივერსიტეტი, ჩემშობლიური უნივერსიტეტი და ასე შემდგომ, ხოლო სახელმწიფო მხრიდან ამ ყველაფერს მხარს უჭერს ბუნებრივია შანხაის ადგილობრივი ხელისუფლება და ასევე ცენტრალური ხელისუფლებიდან ასე იგი დასაქმებისა და სოციალური განვითარების სამინისტრო მინისტრის მოადგილე იყო მაგალითად წარმოდგენილი ამ ასე ვთქვათ კონფერენციაზე. და უშუალოდ რა შინაარსის კონფერენცია არის? ეს არის ასე ვთქვათ 2500-მდე და ყოველ წელიწადს იცვლება სხვადასხვა ეს ციფრი 2000-დან 2500-მდე საერთაშორისო ექსპერტი მთელი მსოფლიოდან ოღონდ დარგი არის მულტიდისციპლინარული, როგორც კი ინტერდისციპლინარული, როგორც გითხარით, მსოფლიო სინოლოგიის ცენტრი, რომელსაც უშუალოდ ჩვენი ორგანიზაცია და მე მიმიწვი, ეს იყო უშუალოდ, ასე ვთქვათ, სოციალური კვლევების მიმართულებით, მაგრამ მოგეხსენება ჩინეთის ტექნიკური მიღწევები ბოლო პერიოდში ძირითადად ამ ღონისძიების ძირითადი ნაწილი მაინც დაკავშირებული იყო ტექნიკურ მიმართულებებთან და ის ნობელის პრემიის ლაურეატი, ორი ლაურეატი, რომელიც დაესწრო ერთი ავსტრალიიდან, მეორე თუ სწორად მახსოვს ბრიტანეთიდან, თუ შეერთებული შტატებიდან, ესენი იყვნენ ხოლმე ძირითადად ასე ვთქვათ სამედიცინო და ტექნიკურ დარგებში ნობელის პრემიის ლაურეატები და ეს ღონისძიებები იმართება რამდენიმე ხნის განმავლობაში, რამდენიმე დღის განმავლობაში. შანხაი არის ასე ვთქვათ ის ქალაქი, სადაც ერთიანდება ეს 2500-მდე მკვლევარი, მაგრამ შანხაის გარდა თემატური კონფერენციები, მათ შორის იგივე ხელოვნურ ინტელექტზე, მათ შორის იგივე თუნდაც სინოლოგიასა და ჩინეთის კვლევებზე, იგივე მედიცინის მიმართულებით სხვადასხვა ქალაქებში არის ხოლმე და 2500 სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტი ჩინეთში იყრის თავს და ბოლოს ასე ვთქვათ დამაგვირგვინებელი ღონისძიება იყო შანხაიში, რომელსაც როგორც მოგეხსენებათ, გითხარით დაესწრო ბუნებრივია ძალიან მაღალი დონის დელეგაცია ჩინურ მხრიდან, მაგრამ ასევე იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ნობელის პრემიის ლაურეატები, იუნესკოს ასე ვთქვათ ხელმძღვანელობა, გაერთიანებულების ორგანიზაციიდან დელეგატები და სხვადასხვა დიპლომატიური უწყებების წარმომადგენელიც. ეს არის შეიძლება ითქვას ჩინეთში ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, სადაც იკრიბება უცხოელი სპეციალისტები სხვადასხვა დარგის და ყოველ წელიწადს ხდება სხვადასხვა იდეების ასე ვთქვათ გაცვლა, ერთობლივი კვლევითი ცენტრების ასე ვთქვათ დაარსება, სამეცნიერო დიალოგი როგორც ჩინელ და ადგილობრივ უცხოელ მეცნიერებს შორის და წელს საბედნიეროდ ჩვენს ასე ვთქვათ ახლად დაარსებულ და შედარებით მოგრძალებულ პატარა ორგანიზაციასაც ხვდა ეს პატივი წილად, რომ ჩვენ შევუერთდით ამ უზარმაზარ კოჰორტას ბუნებრივია სოციალური მეცნიერებების პანელზე. რამდენი დღე მიმდინარეობდა? ძირითადად ღონისძიება მიმდინარეობდა 4 დღის განმავლობაში, აქედან 3 დღე იყო შანხაიში, ხოლო უბრალოდ 2 დღე შანხაიში და თითქმის 2 დღე შანხაიში, 2 დღე ნანჩანგში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან უშუალოდ ჩვენ ჩინეთის კვლევების სექციაში მარტო 4-5 პანელი იყო, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის ჩინური ენის სწავლების გამოცდილება, სადაც ძალიან საინტერესო რომ მსოფლიოს და ძალიან მნიშვნელოვანი წამყვანი სპეციალისტები ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას ჩინური ენის სწავლების, ასევე მაგალითად თარგმნის თეორიების მიმართულებით, იმიტომ რომ ჩინური ენიდან თარგმნა ძალიან რთულია, მოგახსენებათ ამ ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, იქ იყვნენ ძალიან სერიოზული თარგმნელები, მაგალითად, რომლებიც თარგმნიან აი გერმანულ ენაზე, ძალიან ცნობილი მე-18 საუკუნის მქონდა მასთან გაცნობის და კომუნიკაციის შესაძლებლობა, მე-18 საუკუნის ნაწარმოები, წითელი სასახლის სიზმრები სამწუხაროდ ქართულად არ გვაქვს ნათარგმნი, ასევე კონფუცის ანალექტების სხვადასხვა კომენტარების ავტორები, ასევე იყო თვითონ უშუალოდ ჩინეთის კვლევები ისტორიის, რაც უშუალოდ ჩემი მიმართულება ისტორიის, ასე ვთქვათ, ისტორიი და ქვეყანამცოდნეობის მიმართულებიდან იყვნენ
ავსტრალიის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, რომლებსაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომები აქვს შექმნილი მაგალითად ჩინეთში. ეს ნობელის ლაურეატი იყო თქვენ ავსტრალია ეს სხვა ორი ავსტრალიიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო, მიუხედავად ის თქვა ცოტა ცხარ ტკბილი პოლიტიკური ურთიერთობისა, აკადემიური გაცვლა პეკინსა და ვთქვათ კამბერას შორის როგორც ჩანს საკმაოდ ესეთი აქტიურია, ხოლო ავსტრალიიდან იყვნენ როგორც მედიცინის მიმართულებით, ასევე იყვნენ როგორც გითხარით მკვლევრები ავსტრალიის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიიდან, რომელთაც ძალიან საინტერესო ნაშრომები აქვს, მაგალითად მე-20 საუკუნეში ქალთა ემანსიპაციისა და ქალთა პოლიტიკური ჩართულობის შესახებ, რომელსაც მაგალითად თვითონ ჩინელები, ასე ვთქვათ, ასწავლიან ხოლმე და თავიანთ კურიკულუმში აქვს ჩეტანილი და მეც ასე ვთქვათ ჩვენი ბოლო მცირე წვლილი ამ მსოფლიო სინოლოგიის თემაში ჩვენი წიგნი ჩინეთმცოდნეობის საფუძველი სიმბოლურად მიუხედავად რომ ქართულ ენაზეა გადავეცი მსოფლიო სინოლოგიის ცენტრს და მათ ბიბლიოთეკაში დაიდებს ადგილს. ამ თემატიკაზე თქვენ გამოსვლაზე ჩვენ ცალკე დრო გვექნება, მანამდე მაქსიმალურად მინდა ამ კონფერენციაზე მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენ მაყურებელს და მსმენელს და თუ შეიძლება ბატონო შალვა, ეხლა ეს 2500 კაცი, მე მაინტერესებს ალბათ და ჩვენ მაყურებელსაც ტენდენცია, აი დაუშვათ საქართველოსდან, ასე ვთქვათ, თქვენი ყავით წარმოდგენილი, მაგრამ ძირითადად აი რომ დავაკვირდეთ, აი ქვეყნების რაოდენობა რომლებიც ყველაზე აქტიურად ღებულობენ ამ იმას, ყველაზე დიდი რაოდენობით ხომ არაგაც ინფორმაცია სტატისტიკის ზუსტად არ მაქვს, მაგრამ სად იგრძნობა ტენდენცია, რომ სინოლოგიის მიმართ უფრო გაზრდილია მოთხოვნილება. თვითონ უშუალოდ სინოლოგიის პანელზე ალბათ დაახლოებით ჯამურად 50-მდე ადამიანი ვიყავით, ეს ბუნებრივია ერთ-ერთი კონკრეტული სექცია იყო, მაგრამ თვითონ ამ 2500 ადამიანი ესენი მათი აბსოლუტური უმრავლესობა იყო როგორც წესი ტექნიკური მიმართულების, მათ შორის ეკონომიკური მეცნიერებების, სამედიცინო, ხელოვნური ინტელექტის, საინჟინრო და ასე შემდგომ. სიმართლე გითხრათ, ის დარბაზი ძალიან დიდი და მასშტაბური იყო და ბაბილონის კოდოლი გეგონებოდა იმიტომ რომ ყველა რასის, ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იყო წარმოდგენილი ძალიან ბევრი მაგალითად განვითარებადი ქვეყნებიდან, ბუნებრივია. ეს ძალიან საინტერესო დეტალია. ტექნიკური დეტალების წარმომადგენელი. ბევრს ლაპარაკობენ, ასე ვთქვათ, ჩინეთის აქტივიზაციაზე ამ ბოლო დროს აფრიკაში და ეს საინტერესო დეტალია. კი, აფრიკიდანაც იყვნენ დელეგატები, მაგრამ ვიზუალურად ახმათი თვალით გეუბნათ, მე ზუსტად სამწუხაროდ ვერ მოგახსენებთ სტატისტიკას, ძალიან ბევრი იყო მაგალითად განვითარებადი ქვეყნა, ლათინური ამერიკიდან იყო ძალიან დიდი დელეგაცია, იმიტომ რომ დაარსდა პერუში მსოფლიო სინოლოგიის ცენტრის ასე ვთქვათ ერთ-ერთი ფილიალი და ლათინური ამერიკიდან იყო ძალიან დიდი დელეგაცია ჩამოსული, მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, თურქეთიდანაც, სომხეთიდანაც, როგორც ვიცი, აზერბაიჯანიდანაც, ოღონდ სხვა პანელზე იყვნენ ისინი, მთელი ევროპის მიმართულება, იტალია, საფრანგეთი, ბალკანეთის ქვეყნები. ვერ ვიტყვი რომ ყველა რეგიონი იყო წარმოდგენილი, ხო ოკეანეთი არ ვიცი ნამდვილად იყო, მაგრამ ავსტრალიიდან დაწყებული ევრაზია, აფრიკა და ორივე ამერიკა ადგილზე იყო. თუმცა თვითონ უშუალოდ სინოლოგიის მიმართულებას რაც შეეხება ჩვენს ასე ვთქვათ სექციას, აქ იყო ესე იგი რომ ჩამოვთვალოთ ბრიტანეთი, ევროპა, ბუნებრივია, ასევე აფრიკიდანაც და კავკასიიდანაც ძალიან ბევრი იყო ბუნებრივია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, რომელიც ჩინეთის სამეზობლო ასე ვთქვათ სივრცეა და მე კონკრეტულად დავუშვათ ისევ გავაგზავნებ ამ კუთხით შეკითხვების დასმას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაა და პირადად მე ასე ვთქვათ ჩვენი რეგიონი პოსტსაბჭოთა სივრცე ძალიან მაინტერესებს. აქ რა მდგომარეობა იგივე ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან როგორი იყო წარმოდგენა და აი პოსტსაბჭოურ სივრცეში განსაკუთრებით აი ძალიან ბევრი ლაპარაკობს შუა აზიაში აქტივობაზე იგივე ყაზახეთის პრეზიდენტი ბატონი ტოკაევი თქვენ იცით
სინოლოგია თვითონ და ჩინურად საუბრობს გადასარევად. მშვენივრად გადასარევად კი ბატონო. კი, რაც შეეხება, მოდი გამომდინარე იქიდან, რომ მე ჩემ სექციაზე ვისაუბრებ, იმიტომ რომ ბუნებრივია იმ სექციაზე უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს და ტექნიკური მიმართულებით სამწუხაროდ ვერ გავშვებ და ფიზიკურად არ დავსწრები ვარ იმ ღონისძიებებს. რაც შეეხება ჩინეთის კვლევების მიმართულებით, უცნაურია, მაგრამ რუსეთის დელეგატი ჩვენ სექციაში არ იყო და თუმცა კავკასიის სამივე უბრალოდ კავკასიის და საქართველოს და სომხეთიდან იყავით წარმომადგენლები, ცენტრალური აზიიდან იყვნენ ყაზახეთის, მათ შორის უზბეკეთის, ასევე ცოტა იქეთ მონღოლეთიდან ძალიან წამყვანი სპეციალისტები. ეს თქვა დასავლეთ პოსტსაბჭოთა სივრცის, მაგრამ დასავლეთ მიმართულება უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა, ესენი ამ. ეს ბელორუსიაშია ძალიან საინტერესო მაგალითი, იმიტომ რომ ჩვენ ცალკე გქონდა აი ამ გადაცემაში ბელორუსიის ელჩი დაპატეჟებული, სადაც ის საკმაოდ ინტენსიური პოლიტიკური ურთიერთობები აქვთ, მაგრამ ამ კონკრეტულ ფორუმზე არ იყვნენ წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში უბრალოდ ჩვენ მაგალითიც მოვიყვანეთ, რომ უკვე მესამე ენად იყენებენ ჩინურ ენას წარწერებში ქვეყანაში და საკმაოდ ინტენსიფიკაცია, მაგრამ უშუალოდ რაც შეეხება ჩინეთის კვლევებს, სამწუხაროდ საბჭოთა ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში თუ არ ჩავთვლით ბუნებრივია რუსეთის ფედერაციას, ეს დარგი არის ახალი და მოიცავს შეიძლება ითქვას დაახლოებით 3-4 ათეული წელს. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში მე ამაზე ჩემ გამოსვლაშიც ვისაუბრე, ეს დარგი მაინც მოსკოვის ხელში იყო, შორეული აღმოსავლეთის კვლევები, არა მხოლოდ ჩინეთი, არამედ იაპონიაც და კორეის მიმართულებაც, აქედან გამომდინარე სამწუხაროდ ქვეყნებს, იგივე თუნდაც სამხრეთ კავკასიიდან თუ ცენტრალური აზია მაინც მეზობელი სახელმწიფო იყო, მაგრამ როგორც ასე დამოუკიდებლად კვლევების უფლება მათ არ ეძლეოდა, შესაბამისად მდგომარეობა იდენტურია, არსებობს რაღაც ისტორიული ბუნებრივია კავშირები ცენტრალურ აზიასთან, იმიტომ რომ მეზობელი რეგიონია, მაგრამ კავკასიის მიმართულებით ან დასავლეთ ანუ აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით მოკრძალებულია დაახლოებით 30-40 წელი დარგისთვის საკმაოდ მოკლე ხანია, თუმცა ამ 30-40 წლის განმავლობაში ალბათ მაინც საკმაოდ ბევრი მიღწევებია, ბევრ სკოლაში, უნივერსიტეტში არსებობს პროგრამები, ითარგმნება ლიტერატურები, რაღაც ნაშრომები იქმნება, მაგრამ ახლა თუ მაგალითად საქართველოს მაგალითზე შევადარებთ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებას და ვიცით რომ არსებობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტი, გიორგი წერეთელი და ისეთი კორიფეები, ბუნებრივია ის დარგი გაცილებით უფრო ძველია და უფრო ძლიერად არის განვითარებული, მაგრამ ესეც ვითარდება და ალბათ განსაკუთრებით ეს 2021 საუკუნის მესამე და მეოთხე დეკადა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ როდის ვითარდება დარგი, როდესაც იმ ქვეყნის და იმ რეგიონის შემსწავლელი მეცნიერება მაშინ ვითარდება, როცა ის რეგიონი აქტუალურია უფრო მეტად და მოგეხსენებათ ახლა 21 საუკუნის მესამე დაწლეულში ჩინეთს აქტუალიზაცია არაკლია, თავის ტექნოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური მიღწევებით, შიშებიც არსებობს, ზოგი ლოგიკური, ზოგი ცოტა გადაჭარბებული. აქედან გამომდინარე, ალბათ ამ მიმართულებით კიდევ გადაიდგმება მთელი რიგი ნაბიჯები ჩვენს რეგიონში. თუმცა შეიძლება ითქვას, ერთ დონეზე ვართ სამხრეთ კავკასიური ქვეყნები, მაგრამ ჩემი სუბიექტური ხედვით მე მგონი საქართველოს ბევრი მიმართულებით გაცილებით წინა ბაქოზეც და ერევანზეც, ოღონდ იმედი არ მიწყენენ ჩემი იქავე. რასაკურველია უბრალოდ კოლექტივად თუ გვიწყენენ, ალბათ გვიპასუხებენ მათ ეკნებათ გარკვეულწილად არგუმენტი და თუ გვიპასუხებენ ეს ისე. ეს სუბიექტური რეალობა, იმიტომ რომ მაგალითად რომ შევადაროთ რა ნაწარმოებებია ნათარგმნი მაგალითად ჩინურიდან ქართულ ენაზე და ჩინურიდან აზერბაიჯანულზე ან ჩინურიდან სომხურზე, ფაქტია რომ ჩვენ წინ ვართ და ძირითადად ეს ზუსტად აი ამ საკითხზე უნდა გადავიდეთ ახლა. მე ვიცი რომ თქვენი გამოსვლის ორი ნაწილი იყო. პირველი ნაწილი იყო ზუსტად აი ეს მიღწევები და თქვენ ზუსტად აი ეს ფაქტები მოიყვანეთ. იქ საკმაოდ ისა ალბათ ბევრი კონდათ მოსაყვანე და ჩვენ დროით ახლა არა ვართ შეზღუდული, იმიტომ რომ ალბათ ჩვენ მაყურებელს და მსმენელს ზუსტად აი ეს აინტერესებს თქვენი გამოსვლის ასე ვთქვათ კონკრეტული ტექსტი პირველ ნაწილში და მეორეში მე ძალიან მაინტერესებს ვაფრთხილებ ჩვენ მაყურებელს რომ იყო ინტრიგა, იქიდან გამომდინარე რომ ბატონის შალვა
ლაპარაკობდა სინოლოგიის დარგის გეოპოლიტიზაციის საშიშროებაზე. ეს ძალიან საინტერესო თემაა. ჩვენ იმედია რომ დრო დაგვრჩება ბატონო შალვა და აი გთხოვთ ახლა უკვე კონკრეტულად თქვენ გამოსვლაზე შანხაიში. დიახ, ზუსტად მე მინდოდა გამომდინარეიდან რომ მე პირველად ვიყავი ამ ღონისძიებაზე, მესაუბრა და იმიტომ რომ მესაუბრა კოლეგებთან, რომლებიც რეალურად ასაკით ყველა შეიძლება ითქვას ჩემზე უფროსი იყო და ალბათ მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ვიყავი და მინდოდა გამეზიარებინა ის მიღწევები, რაც ამ მოკლე დროში ზოგადად ამ დარგმა საქართველოში შექმნა, სამწუხაროდ დრო შეზღუდული იყო, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ ხაზე პირველ რიგში ამ დარგის სულის ჩამდგმრას და ფუძემდებლის მემკვიდრეობაში ქალბატონი მალილი უყანდარელის მიერ წარმოებულ შრომას, იმ ლიტერატურას, რაც მან თარგმნა, თუ როგორ დაიწყო მან სწავლება ჯერ 80-იან წლების ბოლოს და შემდგომ უკვე აზია-აფრიკის ინსტიტუტში, შემდგომ ასევე ვახსენე მისი უშუალო მოსწავლეების პირველი თაობის, შეიძლება ითქვას სინოლოგების, ქალბატონი მარინა ჯიბლაძის, ბატონი ზურა მამნიაშვილის, ელილისაშვილის და სხვა მათი შრომები, იმიტომ რომ რეალურად ქალბატონი მალის მოსწავლეებმა მოახერხეს ის, რომ რაღაცნაირად ინსტიტუციონალიზირებული მიდგომა დანერგეს ამ დარგში. ბატონმა ზურა მაგალითად თარგმნა ომის ხელოვნება სუნძის ჩინურიდან ქართულად ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ქალბატონ მარინა არის სახელმძღვანელოების ავტორი და სწავლებაში ძალიან დიდი როლი აქვს შეტანილი და შემდგომ უკვე ასე ვთქვათ უფრო შედარებით უფრო ჩვენი 90-იანების თაობების სხვადასხვა პროექტები, თუნდაც იგივე ჩინეთის ისტორია, რომელიც ორმა თაობამ ერთად გამოვეცით, ასევე ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები და სხვადასხვა ნათარგმნი წიგნები მოიენი ქართული ჩინურიდან თუ ინგლისურიდან არის ქართულად არის ნათარგმნი, სხვადასხვა ლუსინის მოთხრობები არის ნათარგმნი და სწორედ ამ შედარების საფუძველზე, როცა კოლეგებს უზიარებდი მოსაზრებას, ფაქტობრივად აღმოჩნდა, რომ სომხეთში და აზერბაიჯანში არ არის ამდენი ასე ვთქვათ ტექსტი ნათარგმნი, არ არსებობს წიგნი ჩინეთის ისტორიაზე, არ არის ჩინეთმცოდნეობის საფუძვლის მსგავსი ტიპის სახელმძღვანელო შექმნილი. შეიძლება მე სიმართლე გითხრათ, სასიამოვნოდ გაოცებული წამოვედი და იქაც ინტერესი გამოიწვია, იმიტომ რომ იქ არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც დაფინანსების პრობლემაც არ აქვთ, მოგეხსენებათ, დიდი სახელმწიფოები არიან, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია, თუნდაც თავისი უმდიდრესი უნივერსიტეტები და უძველესი უნივერსიტეტები და მუდმივად ესენი იყვნენ კოლონიზატორები და მათ ჰქონდათ პირველადი წყაროებზე შეხების უფლება და შესაბამისად ჩვენ ბუნებრივია ჩვენი განვითარების დონე ცოტა მოკრძალებულია მათთან, მაგრამ სამწუხაროდ ისე კარგი იქნება სახელმწიფო ცოტა მეტ ყურადღებას თუ მიაქცევს, იმიტომ რომ დიდი მიუხედავად იმისა, რომ რაღაც შეიძლება ითქვას ბოლო პერიოდში რაღაც დაახლოების ფაქტები შეინიშნება, სამწუხაროდ ამ მიმართულებით ანუ აკადემიური დარგის განვითარების მიმართულებით მე დიდად, მოდი პირდაპირ ვიტყვი, რადგან ვარ პირდაპირ ეთერში, ვერ ვხედავ დიდად მხარდაჭერას თბილისის ბატონო, ჩაგეკითხები, თუ შეიძლება აი თქვენი ხედვა უბრალოდ აი რა შეიძლება რა უნდა გაკეთდეს, რომ უბრალოდ არ დაიკარგოს. იმიტომ რომ ის რაც თქვენ ბრძანეთ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ de facto ჩვენი ურთიერთობა აღმავლობას განუცდის, ვლაპარაკობთ, შეიძლება სუფთა ფორმალურად აი ასე ვთქვათ, რომ დამოკიდება არის ძალიან სერიოზული, ეხლა ვნახეთ ბოლო მიღება რო იყო სხვათა შორის სპეციალური გადაცემა იყო ამასთან დაკავშირებით გარემო უწყებლობაზე ჩინეთის სიძიტეზე, სადაც ზუსტად ეს აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ამ დღესასწაულის აღნიშვნაში. აი კონკრეტულად მე მაინტერესებს აი დაუშვათ თქვენი ესებური რა შეიძლება გაკეთდეს და როგორც პროგრამა მინიმუმ დაუშვათ ამ ეტაპზე მაგალითად რა რეკომენდაციას აუცილებელი რა არის, ხო? როდესაც ვითარდება ქვეყნებს შორის ურთიერთობა მით უმეტეს ისეც არატრადიციულ აქტორთან, როგორც ჩინური, იმიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რაღაც ისტორიული კავშირები აბრეშუმის გზის გავლით ქონდა, მაინც ეს საზოგადოება, ბუნებრივია ქართული საზოგადოებისთვის არის უცხო და ზოგადად სიუცხოვე არის დასაბამის რაღაც შემდგომ შიშებისა, ზოგჯერ არასწორი ინტერპრეტაციებისა და ასე შემდგომ. და ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, ძირითადი გზამკვლევი და რაღაც მომენტში თუნდაც შეიძლება ითქვას ფილტრიც, ალბათ უნდა იყოს ზოგადად აკადემია, დარგი,
რომელიც მიაწოდებს ინფორმაციას საზოგადოებას, თუ საჭირო იქნება ბუნებრივია სახელმწიფო ინსტიტუტებსაც. რა ვიცი, აი მაგალითად თუნდაც ჯერჯერობით სინოლოგიის პროგრამა, როგორც ასეთი საბაკალავრო პროგრამა არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ის ოთახიც მაგალითად ჩინური მხარის მიერ დაახლოებით 10 წლის წინ Huawei კომპანია Huawei აღჭურვა. შესაბამისად ინფრასტრუქტურული მიმართულება აქ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, პროგრამა თვითონ საკმაოდ პატარა, სხვა უნივერსიტეტებში არ არის აუცილებელი საქართველოს პატარა და 7-10 პროგრამა იყოს საქართველოს სინოლოგიის, ამის აბსოლუტური აუცილებლობა არ არის, მაგრამ ერთ და ორ უნივერსიტეტში თავისი კვლევითი მიმართულებით, თუნდაც ფინანსური მიმართულებით იქნება, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაგები ამ საზოგადოებაზე, მისი ეკონომიკური სისტემის თავისებურება, რომელიც არის ძალიან კომპლექსური და ბევრი სხვადასხვა სახელით არის ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში, მისი პოლიტიკური სისტემა, რომელიც ასევე არის ძალიან კომპლექსური, ასე ვთქვათ, ისტორიული მიმართულება, ტექნოლოგიური მიღწევები, სოციალური მოდერნიზაციის ასპექტები, როგორ მოხდა ის, რომ ამ სახელმწიფომ საკმაოდ დიდი პროგრესი გაიარა, რა გამოწვევები აქვს, რა არის ჩვენთვის მისაღები, რა არ არის ჩვენთვის მისაღები და ასე შემდგომ და ამის ალბათ პირველი გზამკვლევი უნდა იყოს აკადემია და შესაბამისად ამ მიმართულებით არც როგორც ვიცი არც აღმოსავლეთ ცოდნობის ინსტიტუტში არ არის თუნდაც შორეული აღმოსავლეთის სექცია მაინც იაპონიის არის, მაგრამ ჩინეთი და კორეა და ასე შემდგომ არ არის. ამიტომ მე ვისურვებდი რომ ერთია გასაგებია რომ მოქალაქეები, პოლიტიკოსები და ბიზნეს სექტორი ჩავა და ჩამოვა, მაგრამ ზოგადად დარგი შესწავლას სჭირდება პირველ რიგში აკადემიური მეცნიერული და გრძელვადიანი სტრატეგია, იმიტომ რომ ენრაოდენობის მასალაა სათარგმნი, ასევე ქართული კულტურის ისტორიის პოპულარიზაცია ჩინურ ენაზე, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩინეთში საქართველოს შესახებ ძირითადი ინფორმაცია არის რუსული წყაროებით. რაც ბუნებრივია ჩვენს პოლიტიკურ ინტერესებში არ შედის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რუსეთს ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და მათი ნარატივი ვერ იქნება პროქართული და იმიტომ და დღეს უკვე ჩვენ ნამდვილად ვართ იმ დონეზე რომ პირდაპირ ქართულიდან პირველადი წყაროებიდან ითარგმნოს და არა რაღაცა რუსული ვიღაცა ისტორიკოსების და პოლიტოლოგების ბანუშალო ალბათ მე სავსებით გეთახმებით ეს პირველ რიგში ასე თუ ისე სახელმწიფოსთან საქართველოში 50 უმაღლესი სასწავლებელია, მაგრამ 11-ია სახელმწიფო და რასაკურველია გეთახმებით რომ გამომდინარე ჩინეთის მნიშვნელობისა პირველ რიგში საქართველოსთვის როგორც დიდი ეკონომიური პარტნიორისა, ჩვენ ის რაც თქვენ ჩამოთვალეთ აუცილებელია აი ამ მთელი სისტემების დახვეწა, ამ ცოდნის დახვეწა სწორი მიწოდება და რაც თავარია უკვე ჩვენ გვაქვს საშუალება რომ არა სხვისი თვალით ნანახი ჩინეთი ვაჩვენოთ საქართველოს და იგივე ჩინეთს ვაჩვენოთ საქართველოს სხვისი თვალით, არამედ ჩვენ შევუქვნათ აი ეს შტაბ-ბიჭდილება, სხვათა შორის ეს უფრო მნიშვნელოვანია მე მგონი ჩვენთვის, იქიდან გამომდინარე რომ სამწუხაროდ ახლა საქართველოში რო ჩამოდის დაუშვათ იგივე ტალღა ჩინელი ტურიზმისტების პირველ რიგში რაღაც გარკვეულწილად ისტორიის გარკვეულ მონარკვეთში არიან კონცენტრირებული და ალბათ ეს უნდა გავაფართოვოთ იგივე დაუშვათ კვლევების ჩატარება ვეფხვის ტყავსანთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. 60-იან წლებში ითარგმნა, მაგრამ ვეფხვის ტყავსნის გარდა მაგალითად დღესდღეობით არ არსებობს საქართველოს ისტორიის შესახებ ერთი კომბინირებული წიგნი ჩინურად. არის რაღაცა პატარ-პატარა მონაკვეთები ნათარგმნი, შესაბამისად სამწუხაროდ რასაც ჩვენ ქართული ეს თქვა ჩინეთის მკვლევრები და სინოლოგები ძალიან ასე ვთქვათ ვეწინააღმდეგეებით და რა ვიცი მე 10 წელია, მაგრამ ჩემზე უფროს თაობა 20-30 წელი სულ ჭიდაობა უწევთ ის რომ აი ზუსტად ეს არის რომ აი რაღაც მოსკოვის ნარატივი ვრცელდება ძალიან ბევრი მიმართულებით, თუნდაც იგივე ისტორიის მიმართულებით, არა მხოლოდ უახლესი, არამედ შუა საუკუნეების ისტორიის მიმართულებითაც და ახალ და უახლეს ისტორიაზე მოგეხსენებათ ძალიან რთული არის ხოლმე ჭიდაობა შესაბამისად, როცა ამ მილიარდნახევრიან საზოგადოებას აქვს რაღაც ეს ისტორია, შემდეგ მას ძალიან რთულია მას ეს დააჯერო, რომ რეალობა სხვანაირია. აქედან გამომდინარე, მე მგონი დადგა დრო, რომ არც მოსკოვის და არც ვინმე მესამე ქვეყნების გავლით ჩვენ ამიტომ ენობრივი კომუნიკაცია შესაძლებელია უკვე
თავისუფლად საუბრობთ, ასე ვთქვათ, ჩინურად, სხვათა შორის პეკინის უცხო ენათა ინსტიტუტში დაიწყო ქართულენის სწავლება წელს და ალბათ უკვე ჩვენ ქართველოგებიც გვეყოლებიან რაღაც პერიოდის მერე 5-10 წლის მერე. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც მეტი ყურადღება, რომ მაგალითად მე მოგახსენებთ 2018 წელს ვიყავი ზუსტად ამ უნივერსიტეტში ერთ-ერთ ღონისძიებაზე და აღმოაჩინე აზერბაიჯანური კვლევები ჯერ კიდევ 2018 წელს არსებობდა. მაშინ უკვე ყავდათ პირველი გამოშვება, დაახლოებით დაწყებულია 10 წლის. საქართველოს ახლა დაიწყო, ცოტა დავაგვიანეთ. შესაბამისად, აუცილებელია რომ ჩვენმა სახელმწიფომ თუ საზოგადოებამ განურჩევლად იმისა ვინ არის პოლიტიკურ ხელისუფლებაში, რომელი პარტია იქნება, აბსოლუტურად არ ჩინეთი წავა თავის ტერიტორიიდან და არც საქართველოს არ წავა. ვინ იქნება ამის და მიუხედავად არის სისტემური და სტრატეგიული მიდგომა აუცილებელი რომ ჩვენ ქართული ნარატივი და ქართული პოლიტიკა გატარდეს და არა ვიღაცა იმპერიების და განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობელის გავლით მიეწოდებოდეს რაღაც დამახინჯებული ინფორმაცია მილიარდნახევარ ადამიანს. კი ბატონო. ბატონო შალვა, ეხლა მე მინდა დაუბრუნდე ისევ თქვენ გამოსვლას მეორე ნაწილს, თქვენი გამოსვლისი მე როგორც პოლიტოლოგს ძალიან მაინტერესებს აი ამ კუთხით თქვენი გამოსვლის ის ნაწილი, რომელიც შეეხება იგივე სინოლოგიის გეოპოლიტიზაციის საშიშროებას. აი თქვენი ხედვა, სანამ შეიძლება ეხლა მე პატარა შეკითხვები მქონდეს დისკუსიაში შევიდეთ თქვენთან, იმიტომ რომ შეიძლება მავანმა დაუშვათ და არასწორად გაიგო გეოპოლიტიზაციას მაინც ვერაცდება დაუშვათ სინოლოგიაო გარკვეულწილად. შეიძლება ამაში რაღაცა რაციონალური დევს, მაგრამ აი თქვენებური ხედვა გვაინტერესებს. დიახ, მოგახსენებთ იქ ვიდისკუსიოთ ასე ვთქვათ. ორიენტალიზმი, რომელიც სხვათა შორის ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შემოიტანა ცნობილმა პროფესორმა ედვარდ საიდმა, ოღონდ ის ორიენტალიზმი ეს იყო მიდგომა, ამ შემთხვევაში ის შემთხვევით ანალიზი, რაც ბატონი საიდი დაეფუძნა, ის იყო ძირითადად თუ როგორ ასე ვთქვათ პროექცირებენ იმპერიები თავის ორიენტალისტურ ხედვაში, ძირითადად ახლო აღმოსავლეთის მისამართით, მაგალითად როგორ ხდება თუნდაც იგივე კულტურის, პოლიტიკის, ისტორიის გააზრება, როგორც რაღაცის ორიენტი, როგორც ეგზოტიკური, ნახევრად ველური, ასე ვთქვათ, მდგომარეობა და იგივე არსებობს ორიენტალიზმის ასე ვთქვათ ბიძაშვილი ტერმინი სინოლოგიზმი, რომელიც შედარებით უფრო ახალია და ეს გულისხმობს ზუსტად იმას, რომ აი გეოპოლიტიკიზაცია, რაც ვახსენე ამ დარგის რა არის, რომ ეს არის ზოგადად სინოლოგია და ჩინეთის კვლევები არის, ჩინეთის შემსწავლელი მეცნიერება, მაგრამ ეს ფარავს 5000 წლოვან ჩინეთის ისტორიას და არა რომელიმე კონკრეტულ პერიოდს. შესაბამისად, ბუნებრივია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ურთიერთობები ამაზე გავლენას ახდენს, მაგრამ აი მაგალითად როდესაც ვკითხულობ ამ დარგში ძალიან მნიშვნელოვანი ევროპელი მკვლევრების იგივე ჯოზეფ ნითემის, ფეირბენკის ნაშრომს, აი მათ ზუსტად აქვთ ის ასე ვთქვათ ხარისხი, რომ ცივი ომში როგორ თავდაპირველად როგორ რთული ურთიერთობა იყო, ხო, მაგრამ მათ მოახერხეს ის, რომ ეს დარგი განავითარეს, ის რომ ძალიან არასახული იყო იმ დროინდელი ანტიჩინური განწყობები ამ პირიქით, იმიტომ რომ რეალურად თუ დაუკვირდებით გეოპოლიტიკას, ხო, ჩინეთსა და ევროპას შორის, ჩინეთსა და დასავლეთს შორის, მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის დროს ისინი იყვნენ მოკავშირეები, შემდგომ სამოქალაქო ომი, მეორე მსოფლიო ომის დროს ისევ მოკავშირეები, თუნდაც იგივე BBC-ს ისინი რომ ნახოთ გადაცემები მეორე მსოფლიო ომში თუ როგორ აღწერდნენ ისინი, მერე უკვე კომუნისტური პარტია მოდის ხელისუფლებაში, ცივი ომი იწყება, ბუნებრივია რადიკალიზაცია ორივე მხრიდან და შემდგომ უკვე დემონიზება ხდება როგორც ჩინეთში დასავლეთს ასევე პირიქით, შემდგომ ისევ 70-იან წლებიდან ნიქსონის თემა და ისევ დაახლოება ხდება, ანუ შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ გეოპოლიტიკა იცვლება, დიდი სახელმწიფოები ყოველთვის გამოყოფენ საერთო ენას, ზოგჯერ 20 წელიწადში ერთხელ, 10 წელიწადში ერთხელ, მაგრამ არ შეიძლება ამ ასე ვთქვათ გეოპოლიტიკურმა განწყობებმა მაგალითად გვაიძულოს ის და ჩვენ რომ 300 წლის წინანდელი მაგალითად სინძიანის ისტორია გადავწეროთ, იმიტომ რომ არ მოგწონს თან არ ეძრება ეს თანამედროვე რაღაც პოლიტიკურ კონტექსტში. შესაბამისად სწორედ ამაზე მქონდა
გავლენა რომ მათ შორის საქართველოშიც არის ეს პრობლემური, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული ტიპის ორგანიზაციებიდან ხშირ შემთხვევაში ეს ჩინეთის კვლევები არის გარკვეულწილად თავდასხმის ობიექტი, თითქოს რაღაცების ცდილობს, როგორც მაგალითად არაბისტიკა, ირანის კვლევები არ არის, ხო, რადიკალური ისლამის გავრცელების წყარო, ისე არ შეიძლება იყოს მაგალითად ჩინეთის კვლევები რაღაც მაინდა-მაინც ჩინეთის სახელმწიფო ნარატივის გავრცელების წყარო, იმიტომ რომ ეს იკვლევს 5000 წლოვან ცივილიზაციას და არა ამ რაღაცა 70 წლიან მონაკვეთს, ხო? ბუნებრივია, ისევე როგორც თუნდაც მაგალითად ებრაისტიკა არ არის აუცილებელი, რომ მაინდა-მაინც ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკას ეთანხმებოდა ღაზაში და ასე შემდგომ, მაგრამ ახლა ამის გამო ებრაისტიკას ხო ვერ გავაუქმებთ, ან თუნდაც არაბისტიკას სადამ ჰუსეინის და იმის რა ქვია აივან ალ-ზავაჰირის ან ვინმეს შიშით ხომ არ გაუქმებულა ხო არაბისტიკა შესაბამისად იგივე მიდგომაა ჩინეთთანაც ან იაპონიის კვლევები ხო არ გაუქმებულა როცა იაპონიაში მილიტარისტული რეჟიმი იყო შესაბამისად მეორე მიმართულება არის ხოლმე ზუსტად ეს ალბათ უფრო ძირითადად ანტიდასავლური ჯგუფებიც ჩემი აზრით მარგინალიზებას აკეთებენ ამ მიმართულებით როდესაც ისინი ცდილობენ მე ამაზეც მქონდა საუბარი სხვათა შორის როდესაც ისინი ცდილობენ რაღაცნაირად გარკვეულწილად ზედმეტად პროჩინური პოზიცია დაიკავონ და რაღაც ფინანსური სარგებლები მიიღონ რაღაცეები და ამ თვალსაზრისით რაღაც ჩინეთის კვლევები გამოყავდა ანტიდასავლურ მიმართულებად რაც კიდევ ცალკე პრობლემაა ამიტომ რომ ხლა თუნდაც იგივე კონფუციონიზმის ტაოიზმის თუნდაც იგივე ნეოკონფუციონიზმის შესწავლა და ნამდვილად შეიძლება ის რომ რაღაც ეს ვიწრო პარტიული და ეს მოკლევადიანი პოლიტიკური და პროპაგანდისტური რაღაცები არ ჩაუხდო. და სწორედ ამაზე მქონდა საუბარი, სხვა შორის საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია, და როგორც აღმოჩნდა, ბევრ ქვეყანაშია იდენტური პრობლემა, მქონდა ჩვენ საინტერესოა ზუსტად რეაქციებზე მინდოდა. კი, რეაქციები მათ შორის იგივე თუნდაც ავსტრალიიდანაც, დასავლეთიდანაც, რომლებიც თვითონაც როგორც ჩანს ეს აღმავალი ტენდენცია მარტო საქართველოში არის, როდესაც ეს დარგი ასე ვთქვათ არის დაახლოებით ორი მხრიდან თავდასხმართვის რამდენად სწორი სიტყვა, მაგრამ გარკვეულწილად შევიწროებული არის ხოლმე ორივე მიმართულებით. ერთი ასე ვთქვათ ანტი ჩინური ჯგუფები და მეორე არის ჯგუფები, რომლებიც არიან ანტიდასავლურები და პირიქით ცდილობენ ხოლმე ისეთი არასწორი ინფორმაცია გავრცელონ, მაგალითად ჩინეთს რომელიც საერთოდ არ ჭირდება, მაგალითად ახლა მე ვხედავ ინტერნეტში რაღაც ასე ვთქვათ ჩინეთს ძალიან დიდ ბევრი მიღწევა აქვს ბოლო 40 წლის განმავლობაში და ტყუილი ზედმეტი მიღწევების მიწერა ნამდვილად არ უნდა. აქედან გამომდინარე ესეც ალბათ ცალკეული პრობლემაა რომ ვიღაცები ცდილობენ ამ დარგის ასე ვთქვათ პირად სარგებლის მიხედვით რა ვიცი გადმოთარგმნას და ასე შემდგომ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ჩვენი სწორება უნდა იყოს იგივე ჯონ ფეირბენკის, ჯონათან ნითემის და ასეთი მეცნიერების ასე ვთქვათ ხაზზე, რომლებიც არ აყვნენ ვიწრო ასე ვთქვათ პოლიტიკურ ასე ვთქვათ სტუნებას თავის დროზე და შექმნეს ისეთი ნაშრომები, რომლებსაც დღესაც წავიკითხავთ, ადრეც ვკითხულობდით და 100 წლის შემდგომაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აკადემია უნდა ემსახუროს აკადემიას, ბუნებრივია შეუძლებელია ნეიტრალური არ არსებობს არაფერი, ყველანი სუბიექტურები ვართ, მაგრამ ალბათ სრული შემთხვევაში მეტნაკლებად შესაძლებელია რომ ის არ მოიქცეს რაღაც ზედმეტად თუნდაც იგივე თვით ცენზურის ან რაღაც ტიპის ცენზურის ჩარჩოებში და ჩვენ ვთქვათ ის რაც წმინდა აკადემიური თვალსაზრისით აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. ბატონო, ამასთან ერთად ალბათ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ერთდროულად, რასაკროლია მე ბევრ საკითხში გეთანხმებით, მაგრამ არის ერთი პრობლემა საქმე იმაშია, რომ ასე თუ ისე როგორც პოლიტიკური მოთამაშე, დიდი პოლიტიკური მოთამაშე ჩინეთი უკვე ხდება და кай ხანია ცოტა არის უკვე და ასე ვთქვათ ეკონომიკური დომინაციის გარდა ის ზუსტად მე თუ მიაქციეთ ყურადღება ერთ-ერთი შეკითხვა დაგიშვით აფრიკასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულად მიდის ლაპარაკი რაღაც უხეშ ჩარევაზე და ახალი პოლიტიკის გატარებაზე ის ახალი დოქტრინა რო შემოდის ვითომ ასე ვთქვათ დემოკრატიის გვერდში ჩაწევის დროს
ეს ახალი მოდელების დაუშვათ სინგაპურის, ემირატების და იგივე ჩინეთის მოდელების უკვე ახლებურად გამოყენების აუცილებლობაზე, ამაზე დაუშვათ ძალიან ბევრი ლაპარაკობენ, მათ შორის მასკსაც ჰქონდა ამასთან დაკავშირებით სერიოზული გამოსვლები. ამიტომ ეს სადისკუსიო თემა იქნება და ძალიან საინტერესო იქნება კონკრეტულად ალბათ აი ამ საკითხზე რომ ვილაპარაკოთ ჩვენ, იმიტომ რომ თქვენ ვიცით რომ თქვენი ხედვა გაქვთ მიმდინარე ასე ვთქვათ პოლიტიკურ სიტუაციაზე როგორც ქვეყანაში ისე სოფლიოში და აი ეს თეორიები ძალიან მნიშვნელოვანია. ისე მე გეთანხმებით პირადად მევთვლი რომ ჩვენ რაღაცნაირად უნდა შევინარჩუნოთ ოქროს შუალედზე, აი იგივე როგორც აი ამ გადაცემაშია. თქვენ იცით რომ იგივე ამ ტელეკომპანიაში გარკვეულწილად არის რაღაც პერიოდი, მაგრამ რაღაც ასე ვთქვათ პოლიტიკა, მაგრამ მე ჯერ არ მინახია აი ამ ხნის განმავლობაში რომ ჩვენ საავტორო გადაცემაში ვინმე ჩარეული იყოს და ამისთვის მე ყოველთვის მადლობელი ვარ იგივე ამ არქის ხელმძღვანელების და სარედაქციო საბჭოსი. ამიტომ აი ეს თქვენი საკითხი, რომელიც თქვენ დააყენეთ, კიდევ ერთხელ მინდა ეს იყო თქვენ მიერ დაყენებული ამ პანელზე თუ გეოპოლიტიკიზაციის მტევრობა, სინოლოგიზმი სხვაგან იყო ეს ერთადერთი იყო ამ სხვათა შორის უცნაური იყო რომ ამ მიმართულებით აქ უკვე მე როგორც კონფლიქტოლოგიზმი კი ერთადერთი აბსოლუტურად გეტყვით მოულოდნელი ხო არ იყო ეს თქვენი გამოსვლა იგივე მსმენელი აღმოჩნდა, მაგრამ მე მგონი მოულოდნელი უფრო მეტად არ ყოფილა ჩინური მხარისთვის, უფრო მეტად ასე ვთქვათ საერთაშორისო კოლეგების მხრიდან იყო, იმიტომ რომ მოდით გულწრფელად რომ ვთქვათ გამომდინარე ამ ასე ვთქვათ სენსიტიური და სპეციფიკური საკითხებისა ხშირ შემთხვევაში ჩვენი კოლეგები არა მხოლოდ საქართველოში და უცხოეთში ძალიან ცდილობენ ხოლმე ამ უახლოეს ისტორიას, პოლიტიკურ თემებს გაექცნენ და თავის შეაფარონ მაგალითად შუა საუკუნეების კვლევებს, ლიტერატურას, თარგმანს, რომელიც ასე ვთქვათ უფრო ნეიტრალურია. შესაბამისად, როდესაც დავასრულე ეს ამაზე საუბარი და ვახსენე რომ ეს ამ გამოწვევის წინაშე დგას ეს დარგი, რომ ძალიან რთულია ვთქვათ მკვლევარმა ობიექტური და მეტნაკლებად ბუნებრივი ხასოს ამ ნეიტრალური ტონი დაიჭიროს თავის კვლევით საკვლევ საქმიანობაში, იმიტომ რომ არის ორმხრივი ასე ვთქვათ შევიწროების საშიშროება. იგივე ავსტრალიიდან უფროსი კოლეგები, პორტუგალიიდან, იტალიიდან პირადადაც მოვიდნენ, მეილებიც მაქვს კომპიუტერში და ტელეფონში, რომ ძალიან ეს თქვათ გაუკვირდათ რომ ასეთი მწვავე საკითხები დავაყენე, მაგრამ მე როდესაც სინოლოგია არის ძალიან ფართო მეცნიერება, მაგრამ ჩემი მიმართულება კვლევა არის ახალი და უახლესი ისტორია და პოლიტიკა და შესაბამისად ახლა პეპლებზე ვერ ვისაუბრებ, ბუნებრივია. აი ეს მიმართულება აღმოჩნდა რომ ბევრს აწუხებს, მაგრამ რაღაც მიზეზების და გამო ცდილობენ თავი შეიკავონ ამ თემებზე საუბრისას, მაგრამ მე ჩემი აზრით პრობლემის გადაჭრის პირველი გზა არის იმის აღიარება, რომ რაღაც პრობლემაა. აქედან გამომდინარე მე ჩავთვალე რომ იმ ადგილზე უნდა გამომეყენებინა ეს პლატფორმა და განსაკუთრებით იმ ჯგუფთან ერთად უნდა დამეფიქსირებინა ეს გამოწვევა რაც გვაქვს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დარგი იქ აღმოჩნდება ან ანტი ვიღაცის, ან ძალიან პრო. და აი ეს უკვე ანტი და პრო იწვევს იმას, რომ ხედვები, კვლევები, შედეგები, საკვლევი საკითხები შეიძლება იყოს იმდენად სუბიექტური, საერთოდ დაგვაშოროს რეალობას, რაც ასე ვთქვათ ანტიაკადემიური და ანტიმეცნიერულია. შესაბამისად, ამ თემაზე მე გამოვიყენე პლატფორმა და ამ თემას ხაზი გავუსვი, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს არის ასე ვთქვათ აკადემიური დამოუკიდებლობის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ არ დავემორჩილოთ არც ცენზურას და არც თვითცენზურას და თვითცენზურა მაგათად მოგეხსენება ჩინეთი სპეციფიკური პოლიტიკური ქვეყანა, პოლიტიკური სისტემის ქვეყანა და იქ არსებობს გარკვეული საკითხები, რაც სენსიტიურად აღიქმება, მაგრამ დასავლურ საზოგადოებაში თითქოს არ არსებობს არაფერი, ყველაფერზე შეგვიძლია საუბარი, მაგრამ რეალურად აღმოჩნდება, რომ ხშირ შემთხვევაში თვითცენზურა არ გვალაპარაკებს და ესეც კიდევ ცალკე პრობლემაა. შესაბამისად, მე დავაყენე საკითხი, სხვათა შორის ამაზე მქონდა შემდგომ არაფორმალურ თემაში მსჯელობა, ძირითადად უფრო ასე ვთქვათ დასავლური ნახევარსფეროდან კოლეგებთან და ყველამ აღნიშნეთ, რომ ეს რთულია და ალბათ რაღაცნაირად თავსალა უნდა დავატანოთ, რომ
ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ ისე რომ ეს არ იყოს რაღაცნაირად უნისონში ვინმეს ვიწრო პოლიტიკური ინტერესებთან, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ტონები და ნარატივები ძალიან მალე იცვლება. იგივე მე ჩამოთვალე, ხო ხა ჩინეთთან მიმართ განწყობები მე-20 საუკუნეში ხუთჯერ შეიცვალა. ომიდან დაწყებული, MFN სტატუსით დამთავრებული, ძალიან ახლო კონტაქტებით, სამხედრო მოკავშირეებით, თუ გადავავლებთ თვალს 20 ძალიან საინტერესო იყო ეს თქვენი ჩამონათვალი. 30-იანი წლებიდან თუ გადავავლებთ თვალს ანტიიაპონურ ბლოკიდან და მოვალთ შემდგომ 2000-იან წლებამდე და შემდგომ ჩვენ ვნახეთ რომ ამ 50 წელიწადში 3-4 ჯერ შეიცვალა კურსი. მაგრამ ეს ნიშნავს იმას რომ ჩინეთი არ საწასულა, არ დასავლეთი არ სადარწასულა, შესაბამისად, აი ასე ვთქვათ, მოკლევადიან ყევებს ალბათ ნებისმიერმა აკადემიურმა დარგმა უნდა გაუძლოს მეტნაკლებად. ბანუშალვა, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. დავუშვათ ყოველთვის ჩვენ დრო არ ყოფნის, მაგრამ იმედია რომ ეს თქვენი ეს ტრადიცია გაგრძელდება და ჩვენ კიდე არაერთხელ შევხვდებით აქ უკვე მე ალბათ შემდეგ შეკითხვაზე მეკითხება როგორც კონფლიქტოლოგს მთელი რიგი შეკითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა და ძალიან სასიამოვნოა რომ პირველად ქართველმა ექსპერტმა და მკვლევარმა დააყენა ეს სერიოზული თემა ის რისკები, რასაც შეიძლება ჩვენ შევხვდეთ. აი მოკლედ ხო ვერ გვეტყვით, ეხლა თქვენ აქ იყავით, თქვენ გეგმებზე ამ იმის შემდეგ უახლოესი წლის ბოლოა და უახლოესი გეგმები პრინციპში ჩემი და ჩემი კოლეგები ჩვენ ვთქვათ აქტიურ მეტნაკლებად აქტიურ რეჟიმში ვინარჩუნებთ ტემპებს ვემზადებით რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ასე ვთქვათ გამოსაქვეყნებლად რომელიც შეეხება სხვათა შორის სოციალურ პოლიტიკას და საპენსიო რეფორმას ჩინეთის შესახებ და უკვე გაშვებულია ჟურნალებში და ამ წლის ბოლოს სავარაუდოდ ესენი გამოვა ამ მიმართულებით უკვე შემდეგი წლიდან ჩემი რამდენიმე კოლეგა ჯერ არ მაქვს მათგან უფლება და კონკრეტულად ვერ ვიტყვი ნაწარმოების სათაურებს ემზადებიან რამდენიმე თარგმნილობითი ასე ვთქვათ პროექტის დასაწყებად გვაქვს ხედვები რომ ასე ვთქვათ კიდევ ჩინეთის უახლეს ისტორიაზე რაღაც გარკვეული ნაშრომები შეიქმნას და ამ მიმართულებით ასე ვთქვათ ეტაპობრივად ნელ-ნელად ვიმატებთ ასე ვთქვათ კოლეგებს იმიტომ რომ ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა ეკონომიკური და სოციალური მოდერნიზაციის მიმართულება ამ კუთხითაც იმედია რაღაც პერიოდის მერე ქართულ მაყურებელს ქართულ მკითხველს შევთავაზებთ სხვადასხვა ტიპის ასე ვთქვათ ნაშრომებს და უახლოესი თემები დაახლოებით ეს არის თუ შემდეგ წლიდან ალბათ უფრო განახლებული. დიდი მადლობა ბატონ შალვა მოგზანებისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ აუცილებლად ვპირდებით ჩვენ მაყურებელს რომ იმედს ვიქონიებთ რომ ჩვენი თანამშრომლობა ბატონ შალვასთან გაგრძელდება. თქვენ კი გაგახსენებთ რომ დღეს ჩვენ სტუდიაში სტუმრად ყვავდა ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი შალვა ჩიხლაძე თქვენთვის ეთერში მუშაობდა სინძიანის უნივერსიტეტის ექსპერტ კონსულტანტი ბადრი ნაჭყებია მომავალ შეხვედრამდე მომავალ საბშაბათამდე ეთერში ჩინურ პანორამაში კარგად ზანდებოდეთ